ჰოლისტიკაზე და რეტრიტის კონცეფციაზე ვისაუბრებ. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ამა თუ იმ პრობლემაზე ან დაავადებაზე, არ აქვს მნიშვნელობას ფიზიკური პრობლემა, მენტალური თუ ემოციური. უნდა დავინახოთ და გავაცნობიეროთ, რომ საწყისი წყარო ამ პრობლემის სიღრმეში არის, ანუ კისრის გაშეშება თუ გაციება თუ ნებისმიერი სხვა პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური სხეულის პრობლემით. ადამიანი არის კომპლექსური მექანიზმი და ფიზიკური სხეული, მენტალური სხეული, ემოციური და სულიერი სხეული ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. საწყისი ჩემი პრობლემების არის ზუსტად სულიერ ნაწილში. როდესაც სულიერ ნაწილში რაღაც არ არის დაალაგებული, ჩემი სხეული აუცილებლად ნიშანს მომცემს. დამიძახებს, რომ მიმანიშნოს, რომ რაღაც მაქვს შესაძლებელი და ეს გამოძახილი არის ზუსტად ფიზიკური დაავადებები. კი, აუცილებელი არის მედიცინაც და წამლებიც, რომ ფიზიკური პრობლემები აღმოუფხვრა და მოვაგვარო, თუმცა, როდესაც მე ვებრძვი მხოლოდ ფიზიკურ პრობლემას და სიღრმისეული პრობლემა მოგვარებული არ მაქვს, აუცილებლად სადღაც სხვაგან გამომივლინდება ეს. რეტრიტი არის სივრცე, სადაც ადამიანს ეძლევა საშუალება, რომ ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და აღმოაჩინოს საკუთარ თავში ზუსტად ის სიღრმისეული პრობლემა, რომელიც მერე სხვადასხვა სახით გამოვლინდება. და რეტრიტში ვართ ადამიანები ზუსტად, რომლებიც სხვადასხვა პრაქტიკებით და სხვადასხვა მეთოდებით ჰოლისტიკურად ვეხმარებით ადამიანს, ხო, იქ საუბრებით, მედიტაციური პრაქტიკებით, ბგერითი თერაპიებით, კრიებით და ასე შემდეგ. მუშაობთ როგორც მენტალურ, ისე ემოციურ, ისე სოციალურ, ისე სულიერ და ისე ფიზიკურ სხეულზე.